როდესაც ადამიანის ესე ვთქვათ ფიქრი მიდის უშვილობაზე, როგორც წესი, პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არავის არ ახსენდება ფარისებრი ჯირკვალი. მართალი ხარ თიკა, ზოგადად გეტყვით რომ ქალისა და მამაკაცის ნაყოფიერება ძალიან ბევრ ჰორმონზე არის დამოკიდებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. დღეს დადგენილია რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა. ფარისებრი ჯირკვლის გავრცელებული დარღვევებია ჰიპო და ჰიპერთირეოზი. ჰიპერთირეოზი ეს გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი წარმოქმნის იმაზე უფრო ჭაბ რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. შესაბამისად, ხარჯება მეტაბოლიზმი და ხდება სხვადასხვა დარღვევები. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის იმაზე ნაკლებ ჰორმონებს, ვიდრე ეს ჩვენ გვჭირდება. ამ შემთხვევაში ნელდება ჩვენი მეტაბოლიზმი, ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ვითარდება ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ცვლილებები. ესე იგი, როგორც იკვეთება, ჰიპერთირეოზი არის ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპოთირეოზი გახლავთ ზედმეტად პასიური ფარისებრი ჯირკვალი. ნამდვილად ესეა თიკა, მოგეხსენება რომ ოვულაცია ხდება თვეში ერთხელ. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჰიპო, ისევე ჰიპერ, ანუ ორივე მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც ოვულაციაზე, ისე ქალის ფერტილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორივე მდგომარეობის შესაძლებლობაში შესაძლებელია განვითარდეს ისეთი დარღვევა ქალის ორგანიზმში, რომელმაც შემდგომში გამოიწვიოს და განაპირობებს უშვილობის დადგომა. მაგალითად, ორივე მდგომარეობის პირობებში ქალის ორგანიზმში შესაძლოა არ იქნას წარმოქმნილი ყოველთვიურად კვერცხუჯრედი. ეს მხოლოდ ქალზე მოქმედებს? არა, ნამდვილად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი და დაბალი დონე გავლენას ახდენს გამომუშავებული სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ითვლება ენდემურ კერად სხვადასხვა დისფუნქციებისა ფარისებრი ჯირკვლის, მოდით გადავამოწმოთ პროფესიონალებთან, როგორი სტატისტიკა ასეთ მოცემულობაში უშვილობისა, სწორედ ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პრობლემებით გამოწვეული და დაუპატიჟოთ სტუმრად ათომორფოლოგი, ციტოლოგი, ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსტერიძე და ნინო მარტო არ მოსულა, მოგვიყვანა ენდოკრინოლოგი ნია მეტოვიცი. მოგდანდით ექიმებო, მოგდანდით. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ამ შემთხვევაში ავირჩიეთ ფარისებრი ჯირკვალი. საინტერესოა რა გავლენას ახდენს უშვილობაზე და თქვენთან როგორი სტატისტიკა ამ მიმართულებით რომელი საუბრობთ? მე ვფიქრობ დავიწყებ იმით რომ ძალიან ხშირად თვლიან რომ უშვილობასთან ფარისებრი ჯირკვალს საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვს და არანაირი გავლენას არ ახდენს სხვა ენდოკრინული ორგანოების პათოლოგია უშვილობასთან მიმართებაში, მაგრამ ვთვლი რომ ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი. ამ ორგანიზმში მით უმეტეს ენდოკრინული სისტემა, რომელიც ჩვენთან რეპროდუქტოლოგიაში არის უმაღლესი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის, ყველა ჰორმონს აბსოლუტური გავლენა აქვს უშვილობასთან მიმართებაში და ყველა დარღვევას ეს ეხება დაუშვათ დიაბეტს, ინსულინორეზიდენტობას, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ან ჰიპოფუნქციას აუცილებლად აქვს გავლენა და ჩვენ ყოველთვის, აი ქალტონიასთან ერთად ერთდროულად ვწყვეტ ყველა იმ ტაქტიკას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ კარგად მივიღოთ შედეგი, ანუ ორსულობა დადგეს და ორსულობა არა მარტო დადგეს, არამედ განვითარდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მარტო გადავიტანეთ და ორსულდა არ არის, გადავიტანეთ და ორსულდა და ნაყოფი დაიბადა. ანუ ახალი სიცოცხლე გაიგო. ეს არის მნიშვნელობა. ანუ რეალურად ენდოკრინულ სისტემას და მით უმეტეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენი პროცედურისთვის. ნია, რომელი კონკრეტული პათოლოგიები ახდენს გავლენას, ასე ვთქვათ, უშვილოსნობაზე? ფარისებრი ჯირკვალი, მიუხედავად იმისა, რომ არის პატარა ორგანო, არის ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული ორგანო და მოქმედებს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში თელს ორგანიზმში. შესაბამისად, მისი ფუნქციის დარღვევა, ანუ ჰორმონების მეშვეობით ახანს ზემოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ჩვენ ასევე სტრუქტურული ცვლილებებიც რეპროდუქციული სისტემისთვის, მაინც მნიშვნელოვანი არის უფრო ჰორმონალური დისბალანსი.
ჩვენ შეიძლება გქონდეს როგორც ჰიპოთირეოზი, ანუ ნაკლებობა ჰორმონების, ასევე ჭარბად წარმოქმნა ჰორმონების, ანუ თირეოტოქსიკოზი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე. ძირითადი ფუნქცია, რაც აქვს თქვა ფარისებრს რეპროდუქციული სისტემისთვის, ეს არის საკვერცხის ფუნქციის რეგულაცია და ამიტომაც ხშირად, აი სწორედ menstruალური ციკლის დარღვევა არის დაკავშირებული ფარისებრის პათოლოგიებთან, ასევე ანოვულაციური ციკლი შეიძლება იყოს და ოვულაციის დარღვევა გვხდება ამ შემთხვევაში. და გარდა ამისა, ასევე პერიფერიაზე ტესტოსტერონის, ესტროგენების გარდაქმნაზე მონაწილეობს და ამის საფუძველზე, ესე ვთქვათ, თავისუფალი და საერთო ფრაქციების დისბალანსი ვითარდება, რაც ასევე მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ანტიმიულერის ჰორმონზე აქვს ძალიან დიდი გავლენა და ფარისებრის პათოლოგიების დროს ანტიმიულერის ჰორმონი არის ზოგ შემთხვევაში განახევრებული და კიდევ უფრო თუმცა კარგი ის არის, რომ როდესაც ვთქვათ ფარისებრის ჰორმონებს ჩვენ მოვაწესრიგებთ და არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ შექცევადი ეს პროცესები ფარისებრიდან გამოწვეულეს მეორადი დარღვევები, როდესაც არის ადეკვატური მკურნალობა, ეს პროცესებიც უბრუნდება ნორმას. ანუ ეს არის მექანიზმი, როგორ მოქმედებს ფარისებრი, ესე ვთქვათ, ამ მექანიზმს რაც შეეხება საკმაოდ ერთი მრავალმხრივი ზემოქმედება აქვს. გარდა თქვათ ესე პირდაპირ რეპროდუქციულ სისტემაზე ზემოქმედებით, მთელს ორგანიზმზე, აი თავის მეტაბოლურ პროცესებზე ჩართულობით მოქმედებს. მათ შორის აი ხშირად თქვათ გამოხატული ჰიპოთირეოზის დროს არის ხოლმე ქოლესტერინის დონე არადეკვატურად მაღალი ქოლესტერინის დონე გვაქვს ხოლმე და ქოლესტერინი თავის მხრივ სასქესო ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობს. ნეგატიურად ჭარბი ქოლესტერინი, ნეგატიურად ზოგადად ქოლესტერინი მონაწილეობს სასქესო ჰორმონების წარმოქმნაში და როდესაც არაადეკვატურად მაღალი ციფრები გვაქვს ქოლესტერინის, ეს გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა. ასევე არტერიული წნევის ციფრებზე მოქმედებს და თვითონ გულსისძაღვთა სისტემაზე და განსაკუთრებით აი მამაკაცების შვილოსნობაზე თქვათ ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ეს იწვევს ტესტოსტერონში ცვლილებას, ასევე სპერმის ხარისზე მოქმედებს, სპერმატოზოიდების რაოდენობაზე მოქმედებს და ასევე ეს პერიფერიული არომატიზაციის ცვლილება, თქვათ ეს ტესტოსტერონის და ესტროგენების გარდაქმნის ცვლილება, ეს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზეც აისახება. ხშირად პროლაქტინის დონის მატება არის ასევე თანდართული ფარისებრის ჰორმონების ცვლილებასთან და მამაკაცებშიც ხდება ხოლმე მაღალი პროლაქტინის დონე. ნინო, მკურნალობის ფონზე იზრდება თუ არა ფერტილობის უნარი? რეალურად ენდოკრინული სისტემის მოწესრიგება, კომპენსირება ყველა ამ ჰორმონის აბსოლუტურად ადეკვატურად მოქმედებს ასევე სასქესო ჰორმონების ნორმალიზაციაზეც და ნახეთ ანოვულატორული ციკლი, ვთქვით, აი ეს one week სინდრომი, როცა ჰიპოთირეოზია და რეალურად ამ შემთხვევაში არის ხოლმე მაღალი პროლაქტინი, სულაც არ არის აუცილებელი, თუ არ მოვაწესრიგეთ ფარისებრი ჯირკვლა, ჩვენ პრაქტიკულად შედეგს უმკურნალებთ, ხო? და ანუ რა თქმა უნდა პროლაქტინზე, ანუ პროლაქტინის დასაწევად მიღებული პრეპარატები გაცილებით უფრო სწრაფად იმოქმედებს, თუ დავარეგულირებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს. შესაბამისად, სულ მცირე რა არის პირველადი უშვილობის მიზეზი არის ჰიპერპროლაქტინემია და რეალურად საერთოდ არც ინვიტრო განაყოფიერება დაგჭირდება, არც არაფერი, თუ არის ფარისებრი ჯირკვის პათოლოგია, რომელმაც გამოიწვია ჰიპერპროლაქტინემია პრაქტიკულად, ეს პაციენტი მხოლოდ ერთი ჰორმონის მოწესრიგებით მიიღებს ოვულაციას და რეალურად შეიძლება მას შვილი ეყოლოს ყველანაირი ჩარევის გარეშე. შესაბამისად, აი ამ მექანიზმების ცოდნა, იმის რეგულაცია, რომ თუ რაიმე პრობლემა გვაქვს ენდოკრინულ სისტემაში, შეიძლება მოვაწესრიგოთ, მაგრამ ნახეთ, პრობლემა არის ერთი, რასაც ვხედავთ ხოლმე ჩვენთან მოსულ პაციენტებში, ის რომ დარეგულირდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მაგალითად, შევწყვიტეთ მკურნალობა, წავედით და გვეყოლა შვილი. ანუ პროლაქტინმა დაიწია, კარგად ვართ, ამას სჭირდება დრო. ანუ უნდა დარეგულირდეს, შენი სისტემა აეწყოს ნორმალურად, ანუ დარეგულირდა, კი ბატონო, კარგია, კომპენსირებულია უკვე, ორგანიზმი უნდა შეეჩვიოს სწორად მუშაობას. ამ სწორად მუშაობის დროს უცებ შეწყვეტენ და უცებ რჩება პაციენტი ცალკე. ანუ და ისევ რჩება იმ პრობლემის წინაშე, რომელიც ქონდა, ანუ ჰორმონალური სისტემის მოწესრიგება, თუ ის არ არის რაღაცა მიზეზის გამო გამოწვეული, მაგალითად იოდ დეფიციტი, ხო და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თუ მე რამე მაქვს ჰიპოფუნქცია ან ჰიპერფუნქცია და მირეგულირებს ექიმი, ჯობია რომ მივყვე მის დანიშნულებას და არ შევწყვიტე, იცი, კარგად ვარ, ჰორმონები ავიღე, ნორმაში მაქვს, მე ექიმთან აღარ მივდივარ, შევწყვიტე და მგონია რომ ჯანმრთელი ვარ. არა. ამიტომ ჯობია რომ
მოხსნას პრეპარატი, შეამციროს პრეპარატი, ჰორმონალურ პრეპარატებთან მიმართებაში ძალიან სკრუპულოზურად ვიყოთ. ყველა პაციენტს ურჩევ, რომ ყოველთვის იყოს ენდოკრინოლოგთან ანუ მასთან ჩაიტაროს კონსულტაცია და თვითნებითად არც დაინიშნოს არც ერთი ჰორმონი, არც მოხსნას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საქართველოში ეშინიათ ჰორმონალური პრეპარატების, მაგრამ როცა გჭირდება, აუცილებელია ის მიიღო და როცა არ გჭირდება უაზროდ დალევას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რა თქმა უნდა, რომელიც გაკლია მას დალევ, კი ბატონო, მაგრამ რაც არ გჭირდება, ჯობია არ მიიღო და ექიმის კონტროლის გარეშე რეალურად არც უნდა მოხსნა და არც უნდა დაიწყოს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ ვახსენეთ დაორსულება და შემდეგ მიმდინარეობა და მათი მნიშვნელობა, ხო, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის დროს. ანუ აქაც მოიაზრებ ალბათ ის პაციენტთა რიცხვი, ვისაც დაუვლაგდა ეს ჰორმონები, დაორსულდა, მაგრამ შეიძლება რაღაც საფრთხე იყოს მიმდინარეობისას, ანუ ორსულობის დროსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს ფარისებრის ჰორმონებს. ორსულობის შენარჩუნებაში, თქვა როგორც ფერტილობის დროს, ასევე ხშირად სამწუხაროდ ხდება ხოლმე სპონტანური აბორტები ფარისებრის დისფუნქციის ფონზე. თუმცა გარდა ამისა თვითონ ნაყოფის ნერვული ღეროს ჩამოყალიბებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე დიდი მხრივაც სხვადასხვა გართულებები, თქვათ მიასთენიები, იგივე პრეეკლამსიის რისკი იზრდება ამ დროს და ამიტომ იმისთვის რომ ავირიდო ჩვენ თავიდან სასურველია რომ მანთვის ინციან წინასწარო თქვათ აქვთ ეს ფარისებრის ფუნქცია დარღვეული, ისე დაიგეგმოს ორსულობა რომ წინასწარ იყოს გამოკლეული ფარისებრის ჯირკვალი იყოს მუდმივ კომუნიკაციაში თავის ენდოკრინოლოგთან და დავამატებდი, რომ არა მხოლოდ თვითონ ფარისებრის დაავადებები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან ხშირად ხდება ფარისებრის დაავადებები, რადგან ერთი გენი განაპირობებს ამ ორი დაავადების განვითარებას, ესე ვთქვათ, ასევე სიმსუქნის დროს ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში და არა მხოლოდ ენდოკრინული დაავადების დროს, მაგალითად რკინა-დეფიციტური ანემია ხშირად განაპირობებს ფარისებრის ჰიპოფუნქციას და ამიტომ სხვადასხვა დაავადებების დროს, მით უმეტეს ქრონიკული დაავადებების დროს სასურველი არის, რომ ფარისებრის ფუნქცია გამოკლეული იყოს როგორც ორსულობის დროს, ასევე ორსულობის დაგეგმვის პროცესშიც გამოვიკულიოთ, სანამ თქვა დავგეგმავთ ორსულობას. დედა, რამდენი მიზეზია მართლა უშვილობის, ესე ვთქვა, დიაგნოზის მომტანი და ზოგჯერ ეს მიზეზი ერთი შეხედვით მარტივია, რაღაცა ისეთი, რომელიც ყველა შეიძლება აწუხებდეს, მაგრამ სწორედ ეს იყოს გადამწყვეტი მიზეზი იმისთვის, რომ წყვილი ვერ, ასე ვთქვათ, აღწევს სასურველ ორსულობას და კარგია რომ ეს განვიხილეთ, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს სრულ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არის მარტივი, რომელიც ართულებს ყველაფერს და მარტივის მოგვარება უფრო მარტივი ხდება, როდესაც ექიმების გუნდი ესე მუშაობს ამ ყველაფერზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტი უნდა იყოს აუცილებლად ექიმის დავალებების შემსრულებელი, ისე არ გამოვა არაფერი და რა თქმა უნდა, თუ ენდობით ექიმს და მიაკითხეთ ბოლომდე უნდა ენდოთ და მიაყვალინოთ ბოლომდე ექიმს დასახული მიზანი თქვენთვის. მადლობა ძალიან დიდი ექიმებო ჩვენ გასტუმრობისთვის.